ეს არის დასასვენებელი ოთახი. არ ვნანობ, რომ დავჯავშნე სპა, თუმცა არ მომეწონა ის ფაქტი, რომ დრო შეზღუდულია და აქ ყოფნა მხოლოდ 1 საათით არის ნებადართული. რას ვიზამ, სასტუმროს წესებს ვერ შევცვლი. გახსოვთ მატარებელში რომ წავიკითხე, თუ იცოდე, რომ სამყაროზე კონტროლი არ გაქვს, როგორ შეცვლიდი შესაძამოკიდებულებას ცხოვრებასთან. ამიტომ ვიცი, რომ არანაირი კონტროლი არ მაქვს აქაურ წესებზე, შემიძლია 2 გვერდი წავიკითხო ისევ და დარჩენილი დრო წიგნის კითხვაში გამოვიყენო და არ ვიფიქრო იმაზე, რასაც ვერ შევცვლი. ამ სასტუმროში განსაკუთრებით მომეწონა რესტორანი. ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ. მე კრევეტები შევკვეთებ, შემწვარი მოცარელა და რა თქმა უნდა პური. ასეთი ცხელი ახალგამომცხარი ფუნთუშე მომართვეს. უგემრიელესი იყო. მომსახურებაც მაღალ დონეზეა და შესაბამისად ფასებიც მაღალია. აქ ერთი ღამით ნომერი ღირს 230 евро. ამ თანხაში არც კვება შედის და არც სპა მომსახურება. ინტერიერი, სპა და კერძები მართლაც კარგია, მაგრამ ჩემი აზრით 230 евро ძვირია. თქვენ რას ფიქრობთ? ღირდა ეს თანხა ასეთ გამოცდილებად? დამიწერეთ კომენტარებში. ასე დასრულდა ჩემი დღე გალვეისში. საკმაოდ გრძელი დღე იყო, მაგრამ პროდუქტიული. ახლა კი დროა დავისვენო და გავემზადო, რადგან დილით ადრე ტურზე მივდივარ მოჰერის კლდეების სანახავად. დილამშვიდობისა მეგობრებო, მოვედი ახლა ავტობუსის გაჩერებასთან და გაწვიმდა და ველოდები ტურს. ნახოთ როგორი ადგილი არის ეს მოჰერის კლდეები. უკვე მოვიდა ჩემი ავტობუსი მეგობრებო და დავჯექი ახლა ავტობუსში. წვიმს და იმედი მაქვს გადაიღებს წვიმა სანამ მივალ. მოჰერის კლდეები გალვეიდან ავტობუსით 2 საათის გზაზეა. გზავრობისას გიდმა მოგვიყვა ირლანდიის გაქრისტიანებაზე. ირლანდიაში ქრისტიანობა შემოიტანა წმინდა პატრიკმა. ამ თემაზე ცალკე ლოგი ჩავწერე. ამ ვიდეოს დასრულებისთანავე შეგიძლიათ უყუროთ წმინდა პატრიკის დღე დუბლინში.